სად ატარებთ წელს ზაფხულის არდადეგებს? რომელი კურორტი აირჩიეთ დასასვენებლად? საქართველოს, ევროპის თუ ამერიკის? სანამ ამ პასუხზე ფიქრობთ და თვალი გადაავლეთ თქვენს მცირე ბიუჯეტს, ჩვენ მოგიყვებით მდიდრული დასვენების ამბებს. თქვენს გარშემო ვის აქვს ამის საშუალება, რომ დაისვენოს ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, მოინახულოს ევროპის, ამერიკის, ბრიტანეთის და აფრიკის კურორტები, მათ შორის ავსტრიის ალპები და ვიქტორიას ჩანჩქერი. საქართველოში კი შვებულება გაატარონ ყველაზე ძვირადღირებულ სპა ცენტრებში, მათ შორის პარაგრაფში, ბიოლი რეზორტსში და ლოპოტაზე. ჩანს ამის საშუალება აქვს ნინო წილოსანს, დეპუტატ ვიქტორ სანიკიძეს, განათლების მინისტრის მოადგილეს ბაია კვიციანს, გლდანის გამგებელ ბესიკ კალაძეს, ასევე ნოე სულაბერიძეს და შალვა რამიშვილის ცოლს. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. ეს ეპიზოდი დააფინანსეს აიფაქტის მხარდამჭერებმა. ქალაქეებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ხელისუფლება უნდა აკონტროლონ. ამიტომ გახდით ჩვენი დამოუკიდებლობის სიმართლის მცველი. დავიწყოთ ვიქტორ სანიკიძით, რომელიც 2020 წლიდან ქართული ოცნების დეპუტატია. ბოლო 2 წელში ის და მისი ცოლი იყვნენ ინგლისში, შვეიცარიაში, ესპანეთში, იტალიის 5 ქალაქში და კვიპროსში. ალბათ იფიქრებთ, კვიპროსში წასვლას რა უნდა, ბიუჯეტური ქვეყანაო. თუმცა დეპუტატი და მისი ცოლი ისვენებდნენ ლიმასოლში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, სადაც ერთი ღამის ფასი სულ მცირე 400-500 ევროდან იწყება. დიდრულ სასტუმროებს ირჩევენ საქართველოშიც, როგორიცაა პარაგრაფი და ლოპოტა. პარლამენტში ვიქტორ სანიკიძის ხელფასი 10,000 ლარამდეა, ხოლო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციაზე თვეში 5,127 ლარს იღებს. ბოლო დეკლარაციის მიხედვით სხვა შემოსავალი არ აქვს. მისი ცოლი მაია ბიწაძე კი მხატვარია. ოფიციალურად არ სადაა დასაქმებული და არც რაიმე შემოსავალი აქვს. რაც შეეხება მოგზაურობის ხარჯებს, სანიკიძეს ეს თანხა დეკლარაციებში არ აუსახავს. ალბათ ყოველ ჯერზე 5,000 ლარში ეტეოდა და იმიტომ. მოგზაურობას არ იკლებს არც ბაია კვიციანი, განათლების მინისტრის მოადგილე. Online educational resources. მაგალითად, სტუმრობს საფრანგეთის ისეთ ლუქს კლასის კურორტს, როგორიცაა ფრანგული რივიერა და სასტუმრო კაპ ედენ როკი. ეს ისტორიული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, სადაც კანის ფესტივალის დროს ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ისვენებენ. 2022 წლიდან დღემდე მოგზაურობაში 100,000 ლარამდე აქვს დახარჯული ნინო წილოსანს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. აქედან 53,000 ლარი მხოლოდ შარშან დახარჯა. ისვენებს ხოლმე ამერიკაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში, თუმცა რომელ ქალაქებში ზუსტად არ ვიცით. სოციალურ ქსელში მოგზაურობის ამსახვალს არაფერს პოსტავს. კიდევ ერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც გლდანის რაიონის როგორც ჩანს, მხოლოდ სამინისტროებსა და პარლამენტში არ აქვთ მდიდრულად დასვენების ფული. დანის გამგებელი ბესიკ კალაძე და მისი ცოლიც ბევრს მოგზაურობენ. ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე. ცოლის ინსტაგრამზე მხოლოდ წელს ატვირთული ფოტოებით ჩანს მოგზაურობა ავსტრიაში, ბუდაპეშტში, რომში და იტალიის სამხრეთ სანაპიროებზე, პოზიტანოსა და სორენტოში. მარიამ ბალხამიშვილს იტალიაში მოგზაურობის ფოტოები ედო შარშანაც, ამჯერად ფლორენციიდან და ტოსკანადან. საქართველოში კი ისვენებს ბიოლში, ყაზბეგი რუმსსა და პარაგრაფში. რა ვიცით ამ ოჯახის რეგულარულ ოფიციალურ შემოსავალზე. ბესიკ კალაძის ხელფასი გლდანის გამგებლის თანამდებობაზე 6,760 ლარია. ხოლო მისი ცოლი მარიამ ბალხამიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მუშაობს და თვეში დაახლოებით 2,500 ლარს იღებს. 2004 წელს ბალხამიშვილს შუპს მარისადან 300,000 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა, თუმცა წლევანდელ დეკლარაციაში ეს კომპანია აღარ ჩანს.
რაც შეეხება მოგზაურობის გასავალს, დეკლარაციაში ამ თანხას არც გლდანის გამგებელი უთითებს. ალბათ არც მას დაუხარჯავს ერთ ჯერზე 5000 ლარზე მეტი. ეხლა დაგემშვიდობებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ. მინდა მიულოცო გამარჯვება მართლ გუნდს. განსაკუთრებით მრავალფეროვანია ნოე სულაბერიძის მოგზაურობის გალერეა. იმედის წამყვანის სახე და მისი ცოლი წელს ესპანეთშიც იყვნენ და ბრიტანეთშიც, კერძოდ გიბრალტარში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. შარშანდელი და შარშანწინდელი მოგზაურობები კი ჩვენი ძველი ეპიზოდიდანაც გემახსოვრებათ. მათ შორის ყველაზე ეგზოტიკური იყო ზამბია და ვიქტორიას ჩანჩქერი. გაგიკვირდებათ და ევროპაში დამოგზაურობს შალვა რამიშვილის ცოლი, მარიამ ტარიელაშვილიც. ის წელს ბარსელონაში ისვენებდა, იქამდე პარიზში და პორტუგალიაში იყო, სხვათა შორის მეუღლესთან, შალვა რამიშვილთან ერთად. არადა მის არხზე, ევროპას თითქმის ყოველ დღე დასცინიან და აკრიტიკებენ. და მინდა ვიყვირო, თელს პლანეტას, თელს სამყაროს მე და გალაქტიკას გავაგებინო, რომ მე ქართველი ვარ, რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემ და თავად ამ ქვეყანაში დამჩენის. ხსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.